რა შეცვლეს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის დღევანდელი არჩევანი დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მომავალ ურთიერთობაში და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ისტორიული რეფერენდუმის შედეგებს საქართველოზე. ჩვენ ახლა საუბარს ვანო ჩხიკვაძესთან განვაგრძობთ, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერთან. ბატონო ვანო, მოგესალმებით. პირველ რიგში რომ დავიწყოთ საუბარი იმ გამოწვევით, რომლის წინაშეც ჯერ დადგა თავად დიდი ბრიტანეთი. მით უფრო რომ ევროკავშირი იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტ-ექსპორტიორი დიდი ბრიტანეთისთვის, ის სარგებლობდა, მისი მოქალაქეები სარგებლობდნენ ევროპულ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით. რა დაკარგა მოსახლეობის დღევანდელი არჩევანით თავად დიდმა ბრიტანეთმა? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ზოგადად როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ცხადია ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და მიუტვის. მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე მიმართულებით ექნება ამ გადაწყვეტილებას გამოძახილი, რა გადაწყვეტილებას დღეს მიიღო გუშინ უფრო სწორად დღეს გამოქვეყნდა შედეგები ბრიტანეთის მოსახლეობამ. პირველ რიგში შეეხება თვითონ რა თქმა უნდა უშუალოდ ბრიტანეთის მოქალაქეებს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ხაჭრობის კუთხით ევროკავშირი არის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი, თუ არა უმსხვილესი დიდი ბრიტანეთისთვის. 43% მისი ექსპორტი სწორედ ევროკავშირზე მოდის და 53% იმპორტი, სამთლიანი იმპორტი სწორედ ევროკავშირზე მოდის და ეს ყველაფერი მთელი ეს ასე ვთქვათ ვაჭრობის ნაწილი უკავშირდება 3 მილიონ სამუშაო ადგილს. 3 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნილია სწორედ ამ ვაჭრობის შედეგად. ეხლა პრინციპში ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დაინგრა ყველაფერი და საერთოდ ნულიდან არის დასაწყები. თუმცა ძალიან დიდი სამუშაო იქნება გასაწევი იმისთვის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირის ურთიერთობები გადაიწყოს სხვა რელსებზე. პირველ რიგში გულისხმობ იმას, რომ ის 4 თავისუფლების პრინციპი, ანუ კაპიტალის, სერვისის, მომსახურების, საქონლის და მუშახელის, ეს უკვე ნელ-ნელა აღარ გავრცელდება, ანუ შემდეგი უახლოეს პერიოდის მანძილზე მოლაპარაკების პროცესში დაჭირდება თავიდან მოლაპარაკება მთელი ამ საკითხისა. ამას გარდა თვითონ ბრიტანეთსა და ინდივიდუალურად მოუწევს ხელშეკრულებების გაფორმება როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე არაწევრ ქვეყნებთან. დღეს წერდნენ, რომ აი ეს პროცესი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება შესაძლოა გახანგრძლივდეს და დიდი ბრიტანეთს რიგში ჩადგომაც მოუწევს. თქვენ უშვებთ ამ საფრთხეს? ისიც რა არის, პირველ რიგში ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ ბრიტანეთმა ამ მიმართულებით ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება, იმიტომ რომ აქამდე ბრიტანეთი როგორც წესი ამ ყველაფერს აკეთებდა ევროკავშირთან ერთად. იგივე თუნდაც ჩვენთან მიმართებაში ყმადაღობის შემცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ასოცირების ხელშეკრულება რეალურად არ გაუფორმებია ბრიტანეთს, არამედ გააფორმა ევროკავშირმა, რომლის მონაწილეც ნაწილიც იყო და დღემდე რჩება ბრიტანეთი. ეხლა მსგავსი ხელშეკრულებები იქნება საქართველოსთან თუ იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ სხვასთან, დიდ ბრიტანეთს მოუწევს რომ თვითონ გააკეთოს. ეს არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ მას ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს. 73 წლიდან მას შემდეგ რაც ის გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ამ ყველაფერს ფაქტიურად აკეთებდა ბრიუსელი, ევროკავშირის, ასე ვთქვათ, დიდი ბრიტანეთის თანხმობის საფუძველზე და ეხლა ამ ყველაფრის გაკეთება მას მარტო მოუწევს. მარტო მოუწევს ასევე მთელი რიგი იგივე მიგრაციასთან მიმართებაში, რაც იყო და რჩება პრობლემად და რაც აისახა და იქვა კიდევაც, რომ ერთ-ერთი ის გამოც ხალხმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან იყო მიგრაცია. იგივე მიგრაციული კუთხით მთელი რიგი შეთანხმებები ექნება გასაფორმებელი. მაგალითად, იგივე პოლონეთთან, საიდანაც ძალიან ბევრი მიგრანტი არის ჩასული დიდ ბრიტანეთში, სწორედ იმ თავისუფალი გადაადგილების საშუალებით, რაზეც დგას ევროკავშირი და ეხლა ამ ყველაფრის გადახედვა მოუწევს. რაც ახლა კიდევ ერთ გამოწვევას დღეს ჩვენ მოვისმინეთ უკვე განცხადებები და აქტივობები იგივე შოტლანდიაში ითხოვენ რეფერენდუმის დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას, ჩრდილოეთ ირლანდიაში ირლანდიასთან გაერთიანებას. დააყენებს თუ არა რეფერენდუმის შედეგი თვითონ გაერთიანებული სამეფოს ერთიანობას საფრთხის ქვეშ და რამდენად მოსალოდნელია რომ უკვე ახალ-ახალი რეფერენდუმები ჩატარდეს მომავალ წლებში? მე ასე ვთქვათ, ამ საკითხს დავყოფდი სამ ნაწილად. ერთი უშუალოდ ის, რაზეც თქვენ საუბრობთ ეხლა, ანუ როგორ განვითარდება მოვლენები თვითონ დიდ ბრიტანეთში ამ რეფერენდუმის შედეგად, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ბრიტანეთი ევროკავშირი. მეორე, როგორ განვითარდება ურთიერთობა ბრიტანეთსა და ევროკავშირის შორის და მესამე, როგორ განვითარდება ასე ვთქვათ, ცხოვრება როგორ გაგრძელდება თვითონ ევროკავშირში. ცხადია, რომ ის შედეგი, რაც აჩვენა იგივე შოტლანდიაში და ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულმა რეფერენდუმმა, აძლევს საშუალებას ხალხს იფიქროს იმაზე, რომ შოტლანდიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ იფიქროს სწორედ ამ მიმართულებით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, იქიდან გამომდინარე, როგორც უკვე ვთქვი,
ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობს დიდ ბრიტანეთსა და სავაჭრო თუ პოლიტიკური ევროკავშირის შორის. აქედან გამომდინარე, მათ სრულიად და ლეგიტიმური უფლება აქვთ, რომ ეს საკითხი განიხილოთ. მეორე მიმართულება, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ანუ ევროკავშირი და თვითონ დიდი ბრიტანეთი ეს კიდე ცალკე შეიძლება განვითარდეს და უშუალოდ შეიძლება სულ სხვა განვითარება პოვოს ევროკავშირის შიგნით. ანუ ამ ყველაფერმა გამოძახილი პოვოს, რა თქმა უნდა, და ჩემი აზრით ეს აუცილებლად პოვოს გამოძახილს ევროკავშირის შიგნით. მე ვფიქრობ, ევროკავშირს მოუწევს თვითონ გადახარშოს ეს სიტუაცია და რაღაცნაირად ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს და გაატაროს უფრო რაღაცა ღრმა რეფორმა და არ დარჩეს ისე როგორც ის დღემდე იყო. მაგრამ აი თუ გავითვალისწინებთ იმ უპირატეს მდგომარეობას, რომელსაც ევროკავშირში ყოფნა ანიჭებდა დიდ ბრიტანეთს, ფინანსურ შეღავათებს, უპირატეს პოლიტიკურ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაინც რა გახდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილმა უარი უთხრა ევროკავშირს? ანუ რატომ შემცირდა ნდობა ორგანიზაციის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობაში? მოდი ასე ვთქვათ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროინტეგრაციის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ სრულად 100%-ით იყო ჩართული. თუ შევხედავთ მაგალითად, ის არ მონაწილეობდა ევროზონაში, ის არ იყო შენგენის ზონის წევრი სახელმწიფო. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს პირველი რეფერენდუმი არ არის, რაც კი ბრიტანეთში ჩატარდა ამ თემაზე. პირველად 1974 წელს გაიმართა რეფერენდუმი, მაშინ უბრალოდ ვილსონი იყო პრემიერ-მინისტრი და 77%-მა მხარი დაუჭირა დარჩენას. იმ შემთხვევაში უბრალოდ ეხლა სხვანაირად განვითარდა, ასე ვთქვათ, მოვლენები. რამოდენიმე საკითხი, რაც მე ვფიქრობ პრობლემური იყო და რაზეც მიანიშნებდა ამორჩეველი და ასე ვთქვათ ბრიტანელები, ეს იყო პირველ რიგში მიგრაცია და ეს არ არის მარტო გარედან ჩასულები, ანუ სირიელი, ტოლვირები და ასე შემდეგ, ეს იყო ასევე შიდა მიგრაცია, ჩასულები იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თავისუფალი გადაადგილების, ხო, საფუძველზე. მეორე ეს გახლავთ ეს დირექტივები და რეგულაციები, რაც მოდიოდა დიდი ბრიუსელიდან და ამ შემთხვევაში საკმაოდ დაუგებარი იყო ზოგიერთი ბრიტანელისთვის, რატომ უნდა გაეკეთებინათ ეს ისე, როგორც ასე ვთქვათ, იწერებოდა ბრიუსელში და რაღაცა კომუნიკაციის პრობლემა ჩემი აზრით იყო ამ მიმართულებით. მესამე გახდა ზოგადად ბიუროკრატიული პროცესი, რაც თანსდევს ევროკავშირს და მეოთხე ეს გახლავთ ის, რომ დიდი ბრიტანეთი არის უფრო მეტი შეაქვს ევროკავშირის ბიუჯეტში, ვიდრე ის იღებს აქედან, ანუ ფაქტურად უფრო მეტი ხდის. 2015 წელს მან 8.5 მილიარდი შეიტანა ევროკავშირის ბიუჯეტში, რაც ბევრისთვის აუხსნელი იყო, რომ რატო ასე ხდებოდა ეს. ანუ ეს მე ვფიქრობ ამასთანავე ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება რეფერენდუმის, ძალიან ძნელია, ხშირ შემთხვევაში იყო რაციონალი რის გამო მოხდა ეს. გადავიდეთ თვითონ ახლა ევროკავშირზე, რომელიც წავე პრობლემების და გამოწვევების წინაშე დადგა. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა დღევანდელი რეფერენდუმის შედეგი საფუძველი იმის, რომ ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაიწყოს ანალოგიური აქტივობები, ჩატარდეს რამდენიმე რეფერენდუმი, მით უმეტეს რომ ჩვენ დღეს უკვე შევნიშნეთ გარკვეული აქტივობები. ნიდერლანდებში იყო განცხადებები, რომ ანალოგიური რეფერენდუმი იქაც უნდა ჩატარდეს ევროკავშირში ყოფნა არ ყოფნის საკითხზე. მოვისმინეთ განცხადება აგრეთვე საფრანგეთის ერთ-ერთი პარტიის ლიდერის მხრიდან. ეს ტალღა გადავა ევროპის სხვა ქვეყნებზეც? ორი საკითხი იქნება, მე ვფიქრობ, განსაზღვრელი. პირველ რიგში, როგორი იქნება ბრიტანეთის ცხოვრება ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ. თუ ბრიტანეთის ცხოვრება გაუმჯობესდა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ და ეს იმის გამო მოხდა, რომ ის ევროკავშირიდან გავიდა, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება კონდეს, რა თქმა უნდა, დომინოს ეფექტი და სხვა ქვეყნებშიც გადავიდეს. და პლუს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, რაც ბრიტანეთმა, ასე ვთქვათ, მიიღო, ბრიტანეთის მოსახლეობამ, ცხადია, ფრთებს შეასხავს იგივე ნიდერლანდებში რადიკალ მემარჯვენეებს, იგივე მარი ლეპენის პარტიას საფრანგეთში, იგივე მე ვფიქრობ უნგრეთში და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პლატფორმას აძლევს ევროსკეპტიკებს, რომ თქვან, რომ რეალურად მეორე ეკონომიკა სიდიდით ევროკავშირისა, გერმანიის შემდგომ ტოვებს ევროკავშირს და დავუშვათ რატომ უნდა დარჩეს იგივე ჰოლანდია, იგივე უნგრეთი, ან იგივე საფრანგეთი ევროკავშირში. ანუ რა თქმა უნდა ეს მე ვფიქრობ კარგია მათი პოლიტიკური იდეების განსახორციელება, და ისინი ხშირად ამას დაუბრუნდნენ ღიად. მაგრამ რა უნდა გააკეთოს ახლა ევროკავშირმა, რომ ეს დაწყებული ტალღა ასევე ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა შეამციროს და რეალურად შეინარჩუნოს ერთიანობა, რომლის საფრთხეს დღეს ცალსახად შეიქმნა უკვე? მე ვფიქრობ, ორი ამჭირდება ევროკავშირს, რაც სამწუხაროდ ჩემი გადმოსახედიდან სუბიექტური აზრით არ ქონდა. პირველი ეს არის სტრატეგიული ხედვა, საით უნდა წავიდეს ევროკავშირი. ამაზე
აქამდე ევროკავშირი მოქმედებდა რაღაც როგორც მეხანძრე, სადმე რაღაცა პრობლემას დაინახავდა და მე აკრობდა ამ ხანძარს, ასე ვთქვათ, და არ იყო რაღაცა გრძელვადიანი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ევროკავშირი ყოველთვის იყო ითვლებოდა, რომ ეს არის რაღაცა ეკონომიკური გიგანტი და პოლიტიკური ჯუჯა, მაგრამ რეალურად ეხლა აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური ჯუჯა შეიძლება გადაიქცეს იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი ძლიერი ეკონომიკური ქვეყანა ტოვებს ევროკავშირს. ანუ ეს ერთი, ანუ ხედვა ზოგადად, რაც არის და რაც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს და მეორე მას სჭირდება ლიდერები თავის დროზე, როცა შეიქმნა ევროკავშირი, როცა ვითარდებოდა ევროკავშირი, როცა ასე ვთქვათ, სიღრმეებში მიდიოდა, მას ყავდა ძალიან ძლიერი ლიდერები, რომელთაც ჰქონდა ძალიან მაგარი ხედვები და სწორედ იმის გამო იყო და მივიდა იმ განვითარების იმ დონემდე, რა დონემზედაც მივიდა, რომ იყო ხედვა და იყვნენ ლიდერები. მე მრჩება შაბეჭდილება, რომ სამწუხაროდ დღეს არც ერთი, არც მეორე ესეთი ათლად არ ჩანს და ნათლად არ არის ევროკავშირში. ასევე, რა თქმა უნდა, ის საჭიროებს რეფორმას და ძალიან ესეთ სიღრმისეულ რეფორმას, განიხილება რამოდენიმე ვარიანტი, მათ შორის ეგრეთ წოდებული ორი სიჩქარიანი ევროპა, სადაც იქნება ერთი ასე ვთქვათ ავანგარდი ჯგუფი ევროკავშირის ქვეყნებისა და მეორე, რომლებიც ასე ვთქვათ იქნებიან ინტეგრირებულები, მაგრამ არა სრულად და არა ყველაფერში. აქ გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც. როგორ ფიქრობ, დღევანდელი რეფერენდუმი ერთგვარად გაზრდის თუ არა ბერკეტს იმისას, რომ მართლაც ევროსკეპტიკოსებზე უფრო მეტი გავლენა მოახდინოს მომავალში მოსკოვმა? არის, ალბათ ეს იყო, არის მუსიკა პუტინის ყურებისთვის, როდესაც დღეს დილით გაიგონა მან რეფერენდუმის შედეგები, ამაში შემიძლია დარწმუნდებით გითხრათ, იმიტომ რომ მისთვის ევროინტეგრაცია და ზოგადად ევროკავშირი, როგორც პროექტი, მისი წარმატება ნიშნავს მის წარუმატებლობას, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკური ლიდერისა. ეს რა თქმა უნდა პოვებს ჩემი აზრით გამოძახილს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანას, როგორც გითხარით, გაუჭირდება შემდგომ დაამტკიცოს, რატომ უნდა დარჩეს ევროკავშირში. სამწუხაროდ იყო დღესაც ჩვენთან სოციალურ ქსელებში ამაზე გამოძახილი ზოგიერთი რუსულად განწყობილი პიროვნება თუ პოლიტიკოსი, ამას ღიად ამბობდა, რომ ძალიან კარგია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა და ჩვენ ასე ვთქვათ, უნდა წავიდეთ ისევ უკან, ისევ საბჭოთა კავშირისკენ თუ რუსეთისკენ. ახლა საქართველოზე რომ ვისაუბროთ, უკვე ყველა თანხმდება, რომ ძალიან არაერთი რეფორმის გატარება მოუწევს მომავალში ევროკავშირს სწორედ დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით და არაერთ პრობლემასთან გამკლებას. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მომავალში ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე აისახება ნეგატიურად, იმდენად რამდენადაც ევროკავშირს უბრალოდ დრო აღარ დარჩება იმისთვის, რომ ასპირანტ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის მოიცალოს. თქვენ უშრობთ ამ საფრთხეს? ეს რა არის, ჩვენ სამწუხაროდ ასპირანტი ქვეყანა არ ქვია ჯერ, არა გვაქვს ევროპული პერსპექტივა, ანუ მაგამდე დიდი გზა არის გასავლელი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს საფრთხე რეალურია. 1 ივლისს ძალაში უნდა შევიდეს სრულად ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის შორის. და სამწუხაროდ ხდება ისე, რომ აქედან მალე, უახლოეს პერიოდში, ალბათ მომავალი 2 წლის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ერთი ის რომ დარჩეს ევროკავშირის დღის წესრიგში, რაც მარტივი არ იქნება, იმიტომ რომ ევროკავშირი უფრო მეტად ჩაიკეტება შიგნით და შიდა პრობლემებს მიხედავს და დაიწყებს გარეთ ყურებას. და მეორე პრობლემა იქნება ალბათ ისიც, რომ საქართველოს მოუწევს ასევე ინდივიდუალურად შეთანხმებები გააფორმოს ან სხვადასხვა სფეროებში შეთანხმებები გააფორმოს დიდ ბრიტანეთთან, რაც აქამდე უკავშირდებოდა იგივე ვაჭრობის კუთხით, ჩვენ შეგვეძლო DCFTA გამოგვეყენებინა ღრმა და ყოველწლიური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმები, ანუ ეს ნაწილი ასოცირების ხელშეკრულების დღეს და უახლოეს პერიოდში, როცა გავა ბრიტანეთი ევროკავშირიდან, ის უკვე რელევანტური აღარ იქნება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ახალი ასე ვთქვათ ინვესტირება. გაძარცვების გააქტიურება იქნება. ანალოგიურ კითხვას დაგისვამთ ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტშიც, უკრაინას ჩვენთან ერთად ელოდება უვიზო რეჟიმს და დღეს უკრაინის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის რადას ვიცე-სპიკერმა უკვე ღიად თქვა, რომ ეს პროცესი აისახება უარყოფითად იმ ქვეყნებზე, რომლებიც ელოდებიან უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენ ადრეული შემოდგომაზე უკვე ველოდებით. ხო, ნუ ეს მოლოდინი სამწუხაროდ რაღაცა იქმნება და მე ღირად ხდება, რომ იმედგაცრუება მოსდევს ამასთან, მოხდა უკვე ორჯერ სამწუხაროდ ეს ფაქტი. ჩემი აზრით არაპირდაპირ ეს რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს, უკვე მოახდინა, ჩემი ინფორმაციით უკვე
ლიბემ, ევროპარლამენტის ერთმანეთმა კომიტეტმა გადადო საქართველოზე მოხსენების განხილვა, რაც ფაქტია უკვე და ეს ესე მოხდა. მე ვფიქრობ, რომ აი კიდევ ერთხელ ზევან რაც თქვი, რომ ეს დღის წესრიგში დარჩენა ევროკავშირის საქართველოსთვის იქნება ამოსავალი წერტილი ორი მიმართულებით, ერთი ინდივიდუალური ურთიერთობების გამტკიცება და შეთანხმებების გაფორმება დიდ ბრიტანეთთან და მეორე ევროკავშირის რადარზე დარჩენა ეს იქნება ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა ვანო ჩხიკვაძე, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, საუბრობდა ჩვენს